რა თქმა უნდა, ვის შეტკივა გული განათლების სისტემის რეფორმაზე, გაერთიანებაზე, ვინ ბორგავს, რა თქმა უნდა, აკაც უკ ნაცდებილები და ქორივი ჩამოუარა ჩვენმა პოლკოვნიკმა სატელევიზიო ჯარების ერთ-ერთმა მნიშვნელოვან ფიგურამ და რეპორტაჟს ნახავთ კვირას, ხო? კი ბატონო. დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ ხაბეიშვილმა ძალიან საინტერესო რაღაცები თქვა იმ ხაბემ, რომელიც პიტეკანტროფია, მაგრამ ნელ-ნელა ეტყობა ციხეში კურსებს გადის, როგორ გავხდი ადამიანი და ნახოთ აბა რა გამოვიდა. არანაირი პროტესტი და არანაირი ბრძოლა და წინააღმდეგობა დღეს საქართველოში არ არსებობს. და სულ არავის გამო მე როგორც გულშემატკივარი ვარ პროტესტის, მინდა რომ დღეს საზოგადოებრივ განსხვავებული დისკუსია ამაზე. ნუ მოვაყურებთ ერთმანეთს, რომ ყველაფერი არის კარგად, რომ თურმე რაღაცა ვინმე ვერ დაგვამარცხა, ამ წუთას იმ კანონებას, რომელზეც ვაპარაკობ, არ იმუშავა, იმუშავა. იმიტომ რომ შეშინებულია ხალხი, იმიტომ რომ მხოლოდ 1000 ადამიანი წინავს თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იბრძვისაცაც უნდა ეყოს გამბედაობა. ამ დროისთვის რუსმა ოლიგარქმა მოუგო ქართულ ხალხს. ტელევიზორში მიდის უდავკვერის ჟანგოზე სიტყვა ბუქსაობა. ბუქსაობა, აი რაღაცა ერთიანები ხარ კაცო, ორი მოთხოვნა, ორი პატრიოტი, ძევლები და არჩევნები. ამაზე არავის არ აქვს წინააღმდეგობა. მაგრამ თუ ვიტყვით რომ ეს ამოწმული ესდება, მე მაშინ რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ ზე არ გინდათ უცხოელი და პრობლემა გვაქვს. ამ დროისთვის ხელებით გადაგვიგრიხეს, ეს ბრძოლას მოგიგეს ამეტავზე, ეს არის სიმართლე. მიდიანით აი და ამას პატარას დავამატებ ტაბლეტის დალევა დაგავიწყდა ჩემო ირაკლი ტაბლიაშვილო მის შინაურებს მიგროვ ტაბლიაშვილზე გადავედით? არა პატარა არა ვიდეო აი დიდ ტექსტის დაწერას ვაპირებ და წავშალე ერთ სიტყვას დავწერ განადგურებ. მადლობთ თუ შეიძლება ირაკლის მესეურებს მიმართავ რომ ლირიკა ეთერს. ხო ტაბლეტი დაალევი. ლირიკა ეთერს. არა ეს უბრალოდ სასტრაფოდ თქვი რომ იქნებ ლუჩის ადამიანს. არა ნოშპარის ამას არ უშველის ცხენის ტრამბული. ერთი ფირფიტა რა, ერთ ფირფიტა. არა უფართოვებს ამას პირი. სიზძარღვებს. ამას უნდა იმენა ცხენის ტრამბული. რაღაცა თავის ტაბლეტი ექნება კაცო რომელიც დაავიწყდათ მიცემა და გაგანადგურე. დიდი ტაბლეტი. დიდი უზარმაზარი ტაბლეტი პირდაპირ გრამებში. კი ბატონო. რა თქვა აბა ხაბეიშვილი კომენტარი მინდა თქვენგან მეგობრებო. რაღა უნდა ვთქვა. ყველაფერი კაცი მომს ავაგეთო. წავაგეთო ბუქსაავთო რა. აი რა უნდა ვთქვა. მაინც არ გამოვა ხაბეიშვილზე ალბათ საუკეთესო კომენტარს გააკეთებდა სოფონ ნიჟარაძე. თავის დროზე ნოდარ მელაძეზე როგორიც გააკეთა, იმიტომ რომ იმის სუნი რო აზდის. კი. კი ბატონო, მაშინ ბობოხიძეზე გადავიდე. ბობოხი რომელიც არ არის ბოცვაი და ამიტომ მე ვისურვებდი რომ უფრო აქტიურები ვიყოთ და დღეს გარეთ თუ ვინმე შეეძლო აქტიურობა დღეს თუ ვინმე შეეძლო აქტიურობა ყველაზე აქტიურად აი მე ხშირად მინატრია ახლა მართლა ამ ბოლო ხანებში რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს რო იყოს გარეთ არ ვიცი ალბათ დაკეტილ ფანჯრებს და დაკეტილ კარებებს შეანგრევდა საქართველოს პრობლემები და საქართველოზე ლაპარაკით მაგრამ ნუ არის იმ მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ვარ ნუ სააკაშვილს დატულობს ამასობაში ჭადრაკულად განვალაგოთ თუ შეიძლება თამარა ჩერგოლიიშვილის პოსტი გაუშვით თუ შეიძლება არც ერთ პოლიტიკურ პარტიამ გასული 13 წლის მანძილზე გარდა სააკაშვილისა და ხაბეიშვილის არ გამოუცხადებია მტერი გამარჯვებულად და არ მოუწოდებია წინამდებობის კაპიტულაციისკენ საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ. მაინც კარგი ხალხი ვართ, მარტო ორი ბოზი რო აღმოგვაჩნდა. დიდი მადლობა თამარ, მარტო ორი ბოზი არ აღმოაჩნდათ. ოხი რამოდენიმე ნული მიუწერე და იმდენი ბოზი ხართ თქვენ მანდ. ზოგი ძლიერი, ზოგი. ჰა? 200-ზე მეტი ხო? 2000 ბოზი რატო არ იქნება პოლიტიკურ სპექტრში? ჩათლახები, მაიმუნები. შენ რას მოიაზრებ? ვაფშე მოძრაობა რადიკალებში? რადიკალებში. 2000? ოღონდ ბოზი. რასა ეგ ძალიან ცოტაა. ხო, აი, ხედავ, შეიძლება ნოლების რაოდენობა. იქ არის TikTok-ზე ნახევრის მეტი ბოზი. ხო, ეხლა ისე ბობოხიძეს დაუბრუნდეთ, აი ესე საინტერესო თოპ-ჰოპებით მივდივართ მეგობრებო. ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ იღუპება ქვეყანა ემა, იღუპება ჩვენ ოპოზიცია ვართ სუდღეში. ოღონდ ჩვენი სუდღეში ყოფნა პირდაპირ არის კოლერაციაში, ქვეყნის სულ მდგომარეობაში ყოფნასთან. ხო, მაგრამ ეს საკანონმდებლო თუ შევიდა ძალაში, კიდევ უფრო სუდღეში აღმოჩნდებით ბატონო. ხო, ოღონდ ერთ დღესაც ეს ყველაფერი ჩამოემხობა გარწმუნებით. რა თქმა უნდა, სუდღეში აღმოჩნდებით, ოღონდ რატო უწევს ამ კანონების კიდევ უფრო გამკაცრება და კიდევ უფრო გამკაცრება და კიდევ უფრო გამკაცრება? იმიტომ რომ ის მიღებული ზომები არ ყოფნით. ერთხელაც იქნება თავზე დაემხობა. ამის იმედით არიან. კაიგე? არა, მე რა ვერ გავიგე ბიჭო. ის რა ქვია აკაკი ბობოხიძე, რომელიც მოუწოდებდა
ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ვიომეთო და სამოქალაქო ომი თქვენ უნდა დაიწყოთ, ოღონდ კოვიდის პერიოდში არაფერი არ ხდებოდა პრობლემური, რა ვიცი. ჩვენ რადიკალ ოპოზიციას მაშინ ვხვდით, როცა კი, მაგარია გამბავი. ხო, როცა რეალურად ქვეყანაში მართლა რომ ეხა შეიძლება თქვას რა ვინმე და ვთქვათ ამერიკის ან ევროპის ფანატიკურმა მეხუთბემ, რომელსაც რელიგიის დონეზე, რწმენის დონეზე ყავს აქ აყვანილი ეს დასავლური ეგრეთ წოდებული დემოკრატია, რომ აი იცი რა არის დასავლეთთან ჩვენ ურთიერთობა ეხლა ცოტა გაფუჭებული გვაქვს და რაღაც შეიძლება, მაგრამ ნუ ჯერ დასავლეთს უყურებთ რასთან ემსგავსა თვითონ და რა დღეს ჩაიგდო ევროპამ თავი და вообще რა მდგომარეობა აქეთ უნდა გვეხვეწონ ჩვენ მართლა რეალურად მაგრამ ჩვენ ვნახეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა რო აიყო ქართულმა ოცნებამ მაშინ როგორ არაფერი ამათ არ აკმაყოფილებდათ ოპოზიციას ყველაფერში პრობლემას ხედავდნენ ესენი იყვნენ დაქირავებული ამრევები რომლებსაც ჰქონდა დავალება ანუ ყველაფერს კარგად იზავდი სწორად წესების მიხედვით მაინც მოგიძებდნენ რამეს არ ვიცი პოზნერი რატო ჩამოვიდა და დაბადების დღე აღნიშნა რაღაცას მოძებნიდნენ ბოლოს რო ვერაფერი ვერქნეს ის გაბუნია გამოვიდა და პუტინს როგორ აგინა აი ხა ეგ რა იყო აი რა შუაში იყო პროვოკაცია იყო დიდი პროვოკაცია ძალიან დიდი პროვოკაცია მზადდებოდა იყო შალვა ყოველ კვირას მეგობრებო კიდევ ერთი საინტერესო რამ რასაც ცვლილებებზე ლაპარაკობს გამკაცდა მართლაც უცხოური ფულის მონაწილეობის კონტროლი პოლიტიკაში და გამკარდა ეგრეთ წოდებული NGO-ების კონტროლით და მართლაც NGO-ში თუ მოღვაწეობდა ადამიანი ან უცხოურ ორგანიზაციაში რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება თუნდაც 20% ხო მას რა თქმა უნდა ეკრძალებოდეს ბუნებრივია პოლიტიკაში აი ესეთ სახით პარტიული სახით მონაწილეობა ეს ბუნებრივიც არის იმიტომ რომ მე ვითომ მოტრიალება დაიწყეს ხრელების ძებნა დაიწყეს ისი რა დაიწყეს გაფორმება ლიტვაში მაგალითად რომელიღაც ორგანიზაციის ქართული იურისდიქციიდან არ არის გაიგე ესეც სისულელე და ესეც ზღაპარი როგორც ხედავთ ვერავის ვერ უყვებიან კი ბატონო მოდი ირაკლი პავლე რატო არ შეიმჩნიეთ ბობოხის განცხადებაში ის პასაჟი სადაც მან ახსენა რომ ოპოზიციის სუდატყოფნა არის პირდაპირ კორელაციაში ქვეყნის სუდატყოფნასთან თუ ნაცების დროს პარტია და ქვეყანა მათ ჰქონდათ გაიგივებული და პარტიის საჭიროება ხდებოდა მათთვის ქვეყნის საჭიროება და პარტიის სადმი ვინმეს მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადება ქვეყანაზე თავდასხმად გამოყავდათ ოპოზიციაში ყოფნის დროს ზუსტად იგივე გააძრო ტიპმა რომ ოპოზიცია თუ არის გასაჭირო, значит ქვეყანა არის გასაჭირო. მე გეტყვი პირდაპირ. არა, იცი რა არის? ჩემაც გეტყვი. ოპოზიცია როცა არ არის, რა თქმა უნდა პრობლემა აქვს. კი, მეც მაგას მაგრამ ეს არ არის ოპოზიცია. აი ეს არ არის ოპოზიცია, მეც მაგას ვამბობ, თორე ოპოზიციის არ არსებობა ზუსტად მე მაგაზე ლაპარაკობს მართველი გუნდი, როგორ შეიძლება მართველი გუნდი ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა გავაჩინოთ რა, ოპოზიცია გვჭირდებაო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ხვდებით ყველანი რომ ოპოზიცია საჭიროა, მაგრამ ეს არ არის ოპოზიცია, ხო რა, ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის მარგინალების რადიკალი მარგინალები და მაიმუნების ჯგუფი, ნაცები. მოდი ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ნაცები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპოზიცია და ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაჩნდეს. ჯანსაღი ჯამრთელი ოპოზიცია, რომელიც გამოხატავს ხალხის გარკვეულ ნაწილს, სხვადასხვა ნაწილს და მათ იყო ესეთი ოპოზიცია, არ შევიდნენ. ესეთ ოპოზიციას ესენი წარმოადგენენ არჩევნების შემდეგ. ცოტა ხნით ხონდა ეს. არ შევიდნენ უარი თქვეს ოპოზიციის როლზე ამან თვითონ თქვეს. მოდი იცი რა ზე ვილაპარაკოთ, მე ახსოვს ირაკლი კობახიძემ გააკეთა ეგეთი კომენტარი, რომ ოპოზიცია ნებისმიერი სახის ნებისმიერი მისწრაფებების შეიძლება იყოს უბრალოდ ერთი პირველი რაც არის ყველაზე მთავარი ტესტი რაც უნდა ჩააბაროს ოპოზიციამ არ იღებდეს დავალებებს სხვა ქვეყნიდან აი ეს არის ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა ეს არის აგენტები არიან შესაბამისად უნდა გავმიჯნოთ თორე შეიძლება ოპოზიცია იმისია რომ არ უნდა მოგეწონოს პრობლემებსაც შეგიქმნის გაგაკრიტიკებს კიდეც გეჭხუბება კიდეც და ყველაფერი მაგრამ როდესაც შენ იცი რომ ის არის ხალხის რეპრეზენტატორი და არა აგენტი აქ უკვე განსხვავდება რა ეს ერთმანეთისგან და ჩვენ ვლაპარაკობთ აგენტურაზე რომელიც 12-13 წლის განმავლობაში აი ოპოზიციაში ყოფნის დროს აგენტურულ საქმიანობას ეწეოდა ეს არ იყო ჯანსაღი ირაკლი პავლენიშვილი ოჯახის ახალი წევრი არ გვინდა ოჯახში შევიდა რაღაც ამუღამით რომ ოჯახში ხალბატონ დედას ხო და ერთხელ ხო ვეცით პატივი როგორც ახალ ოჯახის წევრს
მიშას. არა, გაუშვა მე მომწონს კაცო. მეთქი მაფიის ოჯახზეა ლაპარაკი. სერიოზულ ოჯახზეა. სერიოზულ ოჯახზე. წმინდა ოჯახზე. გაუშვი თუ შეიძლება. ეს კაცი ამყარებს სულ დიქტატურას. ახლა რესურსი რო არ ქონდეს და არ ვიცი ხა საერთოდ არანაირი საშუალება რო არ ქონდეს ამ ადამიანს, ეხა ამას მე არ ვიძახი, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, ხო მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუციები. ამაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ქართული ხალხის გვეიმედება და ჩვენი თავის გვეიმედება. იმის გვეიმედება, რომ რუსთავაზე პროტესტი მაინც იმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მაინც გამოდიან, არ ვიცი, ციდან გამოვიდა მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი და მეორე დღეს რაღაც ბრიფინგი ჩაატარა, ამის ის თქმა მინდა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ამ საფრთხეს და შიშ, ხო, ეხლა მიხეილ სააკაშვილს უმატებენ წლებს და ეს კაცი მაინც არ ჩერდება ძალიან ბევრ ადამიანს. ახლა მე პირდაპირ მინდა ვთქვა, ეხლა რა ჩემი პარტიის ლიდერი, ამიტომ არ ვიძახი, ეხლა პოლიტიკურ პატრიოტიზმს როცა საუბრობთ, ის რა არის მარტო დასაქმებები. რომ 5 წლის მანძილზე ამ კაცმა ხო შეეძლო, აი თქვა გარიგებაზე ჭალებში ვამოფრო, აი გაჩუმებულიყო, აღარ ეწერა. აქეთ ამხარი არ წამოვიდა. აქეთ ამის დედავატზე გავაჩერო თუ შეიძლება ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინულად რო ამბობდა. ამას მე არც პარტია მაინტერესებს, არც საქართველოს მაინტერესებს, უკრაინელი ვარ, უკრაინის მოქალაქე ვარ, უკრაინის პოლიტიკოსი ვარ, ოღონდ გამიშვიდა თავი დამანებეთო. საერთოდ არ მაინტერესებს. ამბობდა. არ მოვიხედა უკან. მე გაურიგდა რომ მოიცა შვილი გამოუშვა კაცო მე. ერთ-ერთი რო ატარა და პოსტები რო აწერინა რომ მამაჩემო სრულად ჩაეხსნებაო. არანაირი მონაწილეობა არ უნდა ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში დააბრუნეთო. გაურიგდა, ვინ გაურიგდა რომ აქეთ ამხარი არ გაურიგდა. რაჯანდაბად უნდა მაგასთან გარიგება. თალსახად. თინა ბოკუჩავა თუ შეიძლება. აი ვის უნდა გარიგება. ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ანა, ამაზეც გულწრფელები უნდა ვიყოთ ხალხთან, ერთმანეთთან, დახურულ შეხვედრებზე უფრო გულწრფელები ვართ ხოლმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გულწრფელობა და ღიაობა უკვე გვმართებს საჯაროდ და ხალხის წინაშე, იმიტომ რომ მართლაც აღარ არის დასაკმაყოფილებელი. დიდი მადლობა. მართლაც კარგავთ ქვეყანას, ამიტომ ეს არის ჩვენი ხედვა, პირადად ჩემი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როგორც ყველაზე მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაციის და თავარი მებრძოლის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 12 წლის მანძილზე ჩვენთვის ეს ბრძოლა ახალი არ არის და ჩვენ ამ ბრძოლას ყოველთვის დეგად გავაგრძელებთ, მაგრამ დიდი მადლობა. მინდა რომ გიტრიალოთ ერთი ეს დავასრულოთ, იმიტომ რომ ესეც გაფუჭებული ვთქვათ არღანია და ერთ და იგივე მელოდიას დაითრია ახალი iPhone. არა. არა. რატო უნდა დამეთქე? მე iPhone. იმან კაცო, თინა. მე მეგონა, მე არა iPhone-ის. ახალი კი არა, ამას ექნება ვაფშე 18 უკვე. 19. გასაშლელი რო არის. რო ultramax. არა, რატო fold-ით რაღაც ხო გამოცა აი. კაი, მაშინ აი ეგ ექნება და ეს ისეთი iPhone-ის. ბაბუაძე გაუშვა. ბაბუაძე. ამ ხალხს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ როგორ შეინარჩუნებს ეს ქვეყანა სიმშვიდეს, როგორ მოხდება ამავდროულად. როგორი გამსმენთ ახალი დიდი ცვლილებები. ეს არის ის ამ ხალხს მე მგონია რომ ამის მიღწევა არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში. ბიჭო, ეხა არის ეს ენერგია არის ის რაც აი ამ რო გაგასხვისებენ როგორ არის მაგ ფეხბურთში იჯარით არის გასული ამ ენერგიის შეკრების პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, მეც როგორც ერთ პოლიტიკოს ამ შემთხვევაში უპარტიო პოლიტიკოს მაქვს იმის სურვილი და ამბიცია რომ უპარტიო პოლიტიკოსი გაგცათ პასუხი ვინ არის ბაბუაძე. ხო, სამწუხაროდ არის რეალობასთან ახლოს. ვინ შეიტანე, ვინ შემოიტანე ეგ შენი რუმბივით გაგორებული ბაბუაძე. ანადოლიძე, რომელსაც არ მოსწონს რომ სამთავრობო არხებზე არ უძახიან. გაუშტება. აი შლეგიანობის ახალისება. თქვენ ამდენჯერმე ახსენეთ ხელისუფლება მესმის შეიძლება რაღაც კონკრეტული ჩაკითხვის შემდეგ რაღაც სხვანაირად თქვათ, მაგრამ ამ დე-ფაქტო ამ ფაქტობრივ მოცემულობას იღებთ, ხომ როგორც ხვდები? ხო, დავიწყოთ იქიდან რომ მე წლებია ალბათ ზუსტად 4-5 წელია დაბლოკილი ვარ 1990 იყო 5 მოცილე, დარჩა მე ვფიქრობ, რომ მათ გააჩნიათ მთავრობიდან მომავალი მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელასთან, კოლექტიურ საფრთხობელასთან ურთიერთობის პოლიტიკა, რასაც იგულისხმება ის, რომ იწვევენ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დააკნინებს ოპოზიციას და გააძლიერებს ქართულ ოცნებას. ეს არის, ხო, მათ ოცნებას თვითონ არაფერს არ წარმოადგენს, საფრთხობელად ჭირდება გვერდზე, რომლის ფონზეც კარგად გამოჩნდება. და მე საფრთხობელა არა ვარ. შევხედავ აი ამ წინადადებას, არ მინდა გავაკეთო, პოლიტიკოსი ვარ, ხო? კომენტარი რაღაცა იდეაზე, ერბოკვერცხი. 1000-ნაირი არსებობს.
ერბო კვერცხი შეიძლება შევხედოთ ამ იდეას, თუმცა ეცავი გააჩერეთ კოხორა არის რა რაღაც მოსაწვევია. არა, კოხორა რო არის. ეხა დავფიქრდი და კოხორა იმ სისტემით რასაც იძახის მოსაწვევი არის აუცილებლად. ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენ თქვით დემონიზაცია თუ გჭირდება არა, დემონიზაცია არა. ჩვენ თქვით მაგალითად რაც გააკეთა ის არასწორი გააკეთა ერბო კვერცხი არის ბევრნაირიო. ერბო კვერცხი იმიტომ ვერ მოგხსოვს ერთი კონკრეტული ტიპისა. კი. ომლეტი არ არის, გლაზური არ არის, სკრემბლი არ არის, ბენედიქტი არ არის. აი, იცის თუ არა. მოხარშული კვერცხი არ არის, მაგრამ მოხარშული კვერცხი. ხორკშია მეგობრებო. მოკლედ, ძალიან საინტერესოა. ჩვენ თქვით რომ მენტალურ პრობლემებზე იდეა, ერბო კვერცხი. არის იდეა. და იქვე გაყვა მე იმ რაც წარმოეწონა. სხვადასხვა ამით განისაზღვრება ფსიქიკური მდგრადობა, რომ აი რაღაცა ხო გააკეთა, აი ცნობიერების ნაკადი რა არის, კომენტარი ხო გააკეთა და მე იმ კომენტარმა წაიყო. წაყვა რომ ერბო კვერცხი იქით გადავიდა. ვინ არის მეგობრებო, შეგიძლია მითხრათ? მე ვიცი. ლელოსოფიცია, გავშტა. მოიც განგვანა სანამ ვინ არის? კაი, ერთი წუთი ვინ არის? განგვანათლე. ვიცი შეიძლება მივხვდეთ ჩვენ. თქვი უკვე. ხო და ყოფილი თან? რატოა ყოფილი? და თუ არ ვწდები აბა არ ხსოდნია. მანამდე იყო ოცნებასთან აფილირებული, იყო ადრე. აბა გავუშვით, მაინტერესებს. მართლა? ვერ ვყიდულობ საჩუქარსო. წარმოუდგენ მდგომარეობაში ქვეყანა და ესენი დგანან და რაღაც თამაშობენ. აუ, ამის ვიდეო ჩააგდეთ რა. ძალიან კაცი სახით რომ ხრინვით რომ რაღაცას ამბობს. იმ პრობლემებს გასცენ. ხო, ცნობილი ვიდეოა ეგა. ფასების გაიაფებაზე, მართლა რაღაცა რეალური გადადგა. გასყვება, ვინ ვერ ყიდულობს საჩუქარს, ან მაგალითს ყვება. საზოგადოების არის. აი, თავიდან გავშტაბა, თავიდან გავაჩეროთ, ვერ მაქცეთ ყურადღება. გავაჩეროთ თავიდან. საჩუქარს ვერ ყიდულობს. თავიდან გავუშვით. თავიდან ხმა. წარმოუდგენ მდგომარეობაშია ქვეყანა და ესენი დგანან. არა, საჩუქარს ვინ ვერ ყიდულობს. ეგ გაგვაგებინა. მიაყენებენ უფსკოლში, აი საჩუქარს, ან შეიძლება საჭმელს საჩუქარს. პასუხი და გრეუს. ფასების გაიაფებაზე მართლა რაღაცა რეალური ნაბიჯები გადადგან? ან არ ვიცი, ხო? ჩვენი პრობლემა არის ის, რომ რუსული პროპაგანდა, რუსული სტილის პროპაგანდა პირისპირდება თავისუფალ ნათელ მრავალფეროვან საზოგადოებას. ძალიან კაი გავაჩეროთ ესა. არა, ეს ზამზიმენ მდგომარეა ანადოლიძეზე უარესია. ეს მაგარი ანადოლიძე გასართობი მაინცაა და ეს ეგრევე. აუ, ერთი გასართობი ვიდეოა. ტრანკვილიზატორია ეგრევე დამეძინა ძმაო. ბიჭო, ბარი ეგეთ ეს არაფერი ვიდეო არ არის ისეთი კაცო, ამას თავისი უფოფები ყავს. ხო და ანუ შენაო რაღაც ჰაილაითი გაგახსენდა ამ ქალს. ძალიან კარგი, რომელიც ვერ მოძებნეს ბავშვებმა. გაჩვენეთ რა, ნინი. კაი, მოძებნე. მანამდე მე გავუშვებ ვის? ბარამიძეს გავუშვი. ოპა, ძევა მოვიდა. უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ კი ბატონო, გვაქვს გარკვეული დრო და იქნებ მივიდეთ ყველანი ამაზრამდე, რომ ახლა ერთმანეთზე თავდასხმის დრო არ არის, ახლა ერთმანეთთან კონკურენციის და ქიშპობის დრო არ არის, ვისაც მართლა გვესმის, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვისაც მართლა გვინდა თავისუფალი საქართველო, ერთიანი გამთლიანებული საქართველო, ევროპული საქართველო, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში, ხო და ცივილიზებული დემოკრატიული საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ ერთად. მადლობა გიორგი. როცა ამათ გავისტუმრებთ მერე ვიდაოთ, ვიკამათოთ, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვინ კარგი იყო, ვინ უკეთესი იქნება, ხო ეს ადრინდელი ვიდეოა. ადრინდელი ვიდეოა. სას მაგას ლაპარაკობდა, რომ შეიძლება იგივე სიმეორე. შენ მოგვიყვანეთო ხელისუფლებაშიო და მე გადავწყვეტე. და მე უფლებას მოგცემთო, რომ მემარცხენეებიც იყოთო, ცოტა განსხვავება ერთმანეთში Facebook-ში იკამათ. აი, ძველი დრო ენატრება Facebook-ში. მესამე რიგს აღვადგენ თუ არა, მე გავარკვევ. მე Facebook-ში იკამათეთო, აი გოგი გვახარია მემარცხენე იქნებაო. თამარა მემარჯვენეო და ერთმანეთში დებატებით ჩვენ მანამდე ქვეყანაში შევჭამთ. როგორ ჭამდოთ? თქვენ გაარჩიეთო, პოპერი უფრო მართალი იყო თუ რაღაცა. პოპერი არა ერთი წუთი. არა, Facebook-ში პოპერი არის ვინ არის? მაშინ შოპენი. ან სოფელი. კოკელი. კარგი. მეგობრებო, საერთაშორისო ამბავსაც მინდა ერთი-ორი სიტყვა დაუთმო. მთავარი პრობლემა, ანუ გახეთქილების ვაშლი არის მშვიდობის წინაშე გახეთქილების ვაში არის ერთ დონეცკის ტერიტორია, რომელსაც ვერთმობს ზელენსკის გასაგებების გამო და რუსეთიც ვერთმობს. დანარჩენი და მე მგონი ეგ არის მთავარი და შეიძლება მალე არ მოხდეს. ზელენსკი იმიტომ ვერთმობს, რომ მე თავს დაათხოვინებენ თორე თავს მოაჭრიან. არა, ხო, რა თქმა უნდა, თავს მოაჭრიან.
და რუსეთისთვის ახლა ეგ აღიარებულია მის ტერიტორია და პრობლემები ექნება პუტინსაც. იცით რომ ძალიან დიდი სამხედრო ძალები მიადგა ირანს და მლოცულობთ რომ რაღაცა არ მოხდეს მართლა. ჯერჯერობით როგორ განცხადებებს აკეთებს ტრამპი რომ აი თან რო უნდა და თან რო არა. ზოგადად რამოდენიმე ავიამზიდი და ბევრი ვთქვათ ხომალდი და პრობლემური იქნება. ის ჩაცხრა მეგობრებო, აი ეს რო წააქეზეს და მათ შორის აქაურ ლიბერტებილებს. მაგრამ ძალიან პრობლემური იქნება ირანი და მე მგონია რომ ტრამპი ხა ესე ცოტა უპასუხებს. ირანი უპასუხებს. ნახე, ცოტა არა აკადემიურად რო ვთქვათ, ისეთ პალასაზეა რომ ამ კაფუჭება არ უნდა უყურდეს. არა, გარდამზე ისრაელსაც არ უნდა. ეს რაღაცა ეგომანიაკალური მოძრაობები იმიტომ რომ აი ახლო აღმოსავლეთში თუ იქნება პრობლემები, იქნება ირანში რომ რაიმე სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. მე არ ვამბობ ბომბას, მე არ ვამბობ იმას, სერიოზული სამხედრო ოპერაცია რო დაიწყოს ირანში, ეს იქნება ურთულესი რამე ამერიკისთვის. არ ვიცი, იმიტომ რომ გეოგრაფიულად დაახლოებით ხვდებით, ხო ირანი რა რთული მისადგომი ადგილია და პლუს ამას იქ არის სერიოზული. ასევე ტრამპი აცხადებს, რომ პირადად თხოვე პრეზიდენტ პუტინს ამ უჩვეულო ყინვების დროს ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ის დათანხმდა. ერთი კვირის თავზე მოსულა. ამათ თავიანთი ბრომანსი აქვს. სურათი რო დაკიდა, ნახე. კი, გას. მაგაზეც გაგიჟდნენ ლიბერტებილები, ჩვენებიც მათ შორის. მათ შორის ჩვენი ლიბერტებილებიც რა. ხო, მოკლედ მართლა ძალიან ცუდი იქნება. ირანი უპასუხებს და შეიძლება ისრაელსაც დაარტყას და ისრაელს ვაფშე არ ჭირდება ხეს ამბავი საერთოდ რა. კი. იმიტომ რომ რაღაცა არ არის ამისთვის მზად. მოკლედ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული იმაზე, მხოლოდ ლოცვა და სურვილი შეგვიძლია და ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. დაანონსეთ ბიჭებო თქვენი გადაცემა. კვირას ევროპის დაისი დაგიბრუნდებათ 9:30-ზე, სადაც მე და გური განვიხილავთ ამ აღმოსავლეთისკენ ევროპის შემოbrunებას, იქ საქართველოს როლს, რა მომავალს უხადის ეს ყველაფერი როგორც ჩვენ ქვეყანას ზოგადად სოფლიო გეოპოლიტიკას. საინტერესო განხილვა გვექნება და გვიყურეთ კვირას 9:30-ზე. ეს სამი და კომით გემშვიდობებად, შევხვდებით შაბათს. კარგად. კარგად. მადლობა ყურადღებისთვის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.